სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრობის ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა და ძალიან პოპულარული კითხვა არის ეს, ალბათ თქვენც მოგისმენიათ ხშირ შემთხვევაში და ჩემთვისაც ძალიან ნაყოფიერი იყო, როცა ვისმენდი ბატონ ჯონ მაკარტურის რჩევებს და მითითებებს ბიბლიაზე დაყრდნობით, აი რწმენის გადმოსახედიდან, ღმერთის სუვერენიტეტის, პროვიდენციის გადმოსახედიდან, რომელიც ეხებოდა მაგალითად დახმარებას მათხოვრებზე, გაჭირებულ ადამიანებზე, რამდენად სწორია და ძალიან ბევრი მაქვს მოსმენელი ამის შესახებ და ძალიან ჩემთვის ესე ვთქვათ სიახლეც იყო ერთგვარი და მიდგომაც, მაგრამ ეს რწმენით თუ არ გაკეთდა, შენც იგივე რწმენით არ გააკეთებ, ყოველთვის გექნება გულის რაღაცა ხინჯად გექნება, იცით? სხვისი რწმენით არ უნდა იმოქმედოთ ამ დროს. იმ რწმენით, რაშიც თქვენ ხართ, იმ რწმენით უნდა იმოქმედოთ. მაგრამ ჯონ მაკარტურის ეს რწმენა გადმომდები იყო ჩემზეც. იმიტომ რომ ბიბლიიდან უკვე ღმერთი ლაპარაკობს ამას და სწორი გაგება ღმერთზე, ღმერთი როგორ უყურებს ამ საკითხს, ხომ? უკვე შენ გაძლევს იმ ავტორიტეტს, რომ შენც ესე იმოქმედო და ესე იზრდება შენი რწმენა. და კითხვა ესეთი არის, რატომ ვართ აქ ამერიკაში ასე ნაკურთხი, აფრიკაში კი ბავშვები შიმშილით იხოცებიან. იცით ხომ, ძალიან ბევრი ადამიანები რეკლამას აკეთებდნენ, მე რო ჩავედი ავსტრალიაში და ტელევიზიაში უყურებდი, ძალიან ბევრი მეებს ახენ, აი დაასპონსორეთ $1 რა არის ახლა $1, ხო? და ბავშვები დაასპონსორეთ აფრიკაში და იცით დიდი ორგანიზაციებია ჩამოყალიბებული, რომელზეც ხელფასები აქვთ მილიონებით ამ მეებს, ვინც არიან ამ ორგანიზაციის, საქველმოქმედო ორგანიზაციის ისინი და ეხლა $10 და იმას გადაუგდებ აფრიკას, ხო? ასე რომ აი ესეთი დამოკიდებულება და კარგია რომ ადამიანებმა ყველა მოაწესრიგონ თავიანთ საკუთარ აზრებში ეს მიდგომა და არ დაივიწყონ ის რომ შენ არ უნდა დაასწრო ღმერთს და ღმერთი აკეთებს ამას. ერთგან კურთხევას აგზავნეს, მეორედგან ტანჯვა და რისხვა არის, ხო? მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ პასიური იყო და არ დავეხმაროთ ადამიანს. მაგრამ შენ თუ შენ თავზე ბევრს აიღებ, ხო? და ღმერთის როლს ითამაშებ, ესეც კარგი არ იქნება. და ამითი ეს საქმე არ გამოსწორდება. ამიტომ ნახეთ ძალიან გამახსენდა საქართველოს და ქართველობა, როცა ჯონ მაკარტური იტყვის ამას, რომ იმ ქვეყნებში, იმ ერებში, სადაც სიცოცხლე არ არის დაფასებული, არანაირად აი არ დაიჯეროთ ის სადღეგრძელოები, ის კანონმდებლობები, ის რაღაცა, აი სად არის მანდ ეკლესია, აი სად არის ეკლესია, რომელიც არ აღვიძებს ადამიანის მარტო სიტყვაზე და სადღეგრძელოებზე. ამას წინებზე ვიღაცა მეტროპოლიტის მე ტრაქტორები დავარქვი ამ იმასთან დაკავშირებით თითოეულობასთან რომ გამოვიდა და რაღაც სადღეგრძელოებს ლაპარაკობენ გესმით თვითონ არიან გაფუყულები ამასწინებზე რომ ღეროდნენ მიტროპოლიტები არ ვიცი ნახეთ თუ არა რა ვიცი 200 კილოიანები არიან ზოგი რა ამ ანაფორაში ხო არა ჩანს ეგა და ხო ხედავთ ეს დიდი ტალიკა გეგონებათ ეს რაგბის ნაკრებიაო ხო და თვითონ ნახეთ როგორ არიან და ნახეთ ადამიანები უბრალო ადამიანები რა დღეში არიან ეხლა გასაგებია რომ მათ შეიძლება არ აქვთ ინდივიდუალურ საშუალება რომ ყველა დააპურონ და იმასაკრან კარგი ცხოვრება შეუქმნან მაგრამ მათი ხედვა იმისი რომ ზემოქმედება გააკეთონ ბიზნესმენებზე მთავრობაზე ხო შეიძლება აქედან როცა შენ ამას განა მარტო სიტყვებში ამო ჰაერში არამედ ყველანაირად აჭირვებ უხერხო მდგომარეობას უქმნი ბიძინა ივანიშვილს ყველას რომ გათანაბრად განაწილდეს და ადამიანის სიცოცხლე განა სიტყვებზე იყოს და ქაღალზე დაწერე რამეთ მართლა ფასობდეს და ხო გითხარით ახლა დასავლეთში აქ მცენარე რომ მცენარეა მე გადავირიე როცა ვიყავი ეგვიპტეში კაირო რო ნახე ხო გადახედეთ კაიროს ერთი რამოდენიმე პალმას ნახავ თელ ამ იმაში სუ არის ასევეა ერაყი ასევეა ნახეთ რა ქვეყნები და გადახედავთ ახლა რო უნდათ ახლა საუდი არაბეთში და ემირატებში რო გააშენონ მილიონობით ხედატყე ეხლა ხვდებიან ესეც ამ ჰუმანიზმმა შეიტანა მათი რელიგიიდან კი არ არის ეგა ასე არის ინგლისში რო ნახავთ ავსტრალიაში შევესწარი მაგას იმიტომ იქაც წყალი არ მოდის ასევე კალიფორნიაში სანამდე არ გაიყავდნენ ჰუარს ის რო არის წყალსაცავი ხო ჰუვერის იქ მოხრიოკებული იყო ყველაფერი პალმებიც ავსტრალიდან გადაიტანეს იქა ხო მაგრამ ნახეთ ადამიანს ვისაც სიცოცხლე უყვარს სიცოცხლე რა ასევე იქნება თუნდაც ძაღლი შინაური ცხოველი მაგრამ პირველი ადამიანია და ფასობს ადამიანი ხო ადამიანს უნდა გამოყვება ნახეთ რა მდგომარეობა იყო მე-19 საუკუნის ბოლოს მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკაში ნიუ-იორკში როგორ იყო ბავშვების ექსპლუატაცია
და მე ნახეთ, როცა იღვიძებს უკვე და ნელ-ნელა ადამიანები გამოვიდნენ და ამხელენ თუნდაც ამ რელიგიურ ჩამყაყებულობას კათოლიციზმი იქნება თუ ეს პროტესტანტიზმი რომელსაც გადაჯაჭული იყვნენ ბიზნესმენებთან და საქონლეს თავი თუნდაც ვიქტორიანულ ხანაში ხო ამაზე გადაერია მარქსი რონახა ფოიერბახი და რა ვიცი ვინც იყვნენ ათეისტები და მარქსისტები სტალინმა ლენინმა გადაერივნენ ეგენი ხო რომ მართლაც ბავშვები და ისინი როგორ იყვნენ ესე დაბეჭავებული და რელიგია არაფერს არ აკეთებდა ამისათვის. და ამიტომაც თქვეს რომ ეს ოპიუმი იყო. ხალხისათვის იყო ოპიუმი. ანუ გამოყუჩება რომ რევოლუცია არ მოხდარიყო. რა თქმა უნდა ახლა ძალიან შორს წავიდნენ ეგენი, იმიტომ რომ დასავლეთში სხვანაირი საშუალებებით ზეწოლა გააკეთეს კაპიტალისტებზე, რომ გაენაწილებინათ ეს სიმდიდრე. მინიმალური ხელფასი, პენსია, სოციალური ბადე და ახლა სულ დამახინჯდა და ხალხი უკვე გაზარმასდა და იყენებს ამას მეორე მხრივ. აქაც სატანა არის ჩასაფრებული. მაგრამ ამის მიხედვით, ამის საშიშროების მიხედვით, ახლა ველური კაპიტალიზმი საქართველოშია და ამაზე თქვენ ხმას არიღებთ, არავინ არ გამოდის და მით უმეტეს რელიგიური ისინი დუმან და გაჩუმებულებიან ციურ საქართველოში ამშვიდებენ რომ იქ მოხვდებიან ადამიანები ეს ყველანაირად დაბეჭავებაა და ისმის კითხვა სიცოცხლე რამდენად დაფასებულია საქართველოში და ხედავთ განა მარტო კვლელობები და იმეებით არის თვითონ ადამიანმა დაკარგა იმის განცდა გესმით სიცოცხლის განცდის როცა საბჭოთა კავშირში ათეისტურში უფრო დაფასებული იყო ადამიანის სიცოცხლე გინდათ გეწყინოთ გინდა არა რა ვიცი მოდით მოусვინოთ აბა კითხვის დამსვლელს ორი კითხვა ქონდა და მე გავყავი ეს კითხვები მეორე კითხვაზე პირველი გაცა ჯონმა მაკარტურმა პასუხი ამას და პირველ კითხვაზე მე გაცემს და მე ჩვენ გადავალთ ის კორინთელთა წერილიდან იყო ის კითხვა ისიც საინტერესო კითხვა და საქართველოში მე მგონი აქტუალური მოდით მოусვინოთ ამას რატომ ვართ აქ ამერიკაში ასე ნაკურთხი აფრიკაში კი ბავშვები შიმშილით იხოცებიან სალამი ჯონ მოგესალმებით და ხალხი ყოველთვის მეკითხება რატომ ვართ ზოგიერთი ჩვენგანი დალოცვილი აქ ამერიკაში აფრიკაში კი პატარა ბავშვები კვდებიან და შიმშილით იხოცებიან მე მგონი ადრეც გსმენიათ ეს შეკითხვა რა და ჯონ მაკარტური პასუხობს დიახ კარგი კითხვა ეს პირველ რიგში ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყველაზე მთავარი რამ რომ ღმერთი თავის მოქმედებებში სუვერენულია და სწორედ ის არის ის, ვინც იძლევა ერთგან კურთხევას, ხოლო მეორგან კი შეჭირვებას. მე ყოველთვის გძნობდი იმას, რომ რაც უფრო არაქრისტიანია ერი, მით უფრო მაღალი იქნება სიკვდილიანობის მაჩვენებელი იქ. რადგან ქრისტიანები არ არიან ისინი, ვინც პირველ რიგში ყველაზე დიდ პატივს სცემენ ადამიანის რადგან ქრისტიანები არიან ისინი, ვინც პირველ რიგში ყველაზე დიდ პატივს სცემენ ადამიანის სიცოცხლეს. ეხლა შეხედეთ ჩვენს ერს ამერიკას. ხედავთ, რომ ნელ-ნელა, რაც უფრო მეტად ხდებით ჩვენ არაქრისტიანები, რაც უფრო მეტად ხდებით ჰუმანისტები, მით უფრო ადვილი ხდება ჩვენთვის აბორტის მეშვეობით მილიონობით ჩვილის დახოცვა. და თქვენ აიღებთ წარმართულ ქვეყანას, ეს იქნება აფრიკა, ინდოეთი და დაინახავთ, რომ ამ ქვეყნებში არსებობს ძალიან დაბალი პატივისცემა ადამიანის სიცოცხლის მიმართ. ძალიან დაბალი პატივისცემა. ინდოეთში პირიქით შეიძლება ცხოველს უფრო მეტ პატივს სცემდნენ ძროხას და რა ვიცი გველებს და მაიმუნებს ვიდრე ადამიანებს და ეს სოფხედელობის და რელიგიის საკითხია და ეს ყოველთვის არ არის ესე მარტივად ასახსნელი ვითომ მხოლოდ გვალვა ან შესაბამისად მე შიმშილით იყოს ეს გამოწვეული არა არამედ ეს დაკავშირებულია ამერის სოფხედელობასთან და მთელ მათ ცხოვრებასთან ცხოვრების სტილთან თუ არ გესმით რომ ადამიანები ღვთისხატად არიან შექმნილი თუ არ გწამს ეს შენ ისინი სხვა არაფერი რჩება როგორც ცხოველი და ესე ეპყრობიან და ამიტომაც არის ცხოველური ცხოვრება ასე რომ მე ვფიქრობ რომ ეს ხდება იმის გამო რომ არსებობს ამ ქვეყნებში დაბალი დამოკიდებულება სიცოცხლის მიმართ ამის საპირისპირო მხარე ის არის რომ მე მჯერა რომ ღმერთი მისი წყალობით მისი მადლით ყველაფერს ხედავს და გამოსყიდვის იმ რეალობას, რომელიც არსებობს, ამ ხალხსაც არ დაუკავებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში სხვაგვარად არ გამოისყიდებოდა. და ლაპარაკია იმ პატარა ბავშვებზე, რომლებიც კვდებიან და რომლებსაც არ აქვთ სრული ასაკი, რათა განარჩიონ რა არის ბოროტი და რა არის კეთილი, მათ ღმერთი პირდაპირ სამოთხეში წაიყვანს. ჩვენ ხედავთ, რომ ის ერები, რომლებიც არაქრისტიანები არიან, იქ არის სწორად ყველაზე მეტი სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი და განსაკუთრებით პატარა ბავშვები. ასე რომ ეს ღმერთის
კონტროლის ქვეშ არის. ისინი უსაფრთხოდ, როცა იბადებიან და მერე იღუპებიან, კვდებიან ამ მოსახლეობის და საზოგადოების უგულობით, ისინი პირდაპირ გადადიან ღმერთის სკლავებში, ანუ სამოთხეში მიდიან მასთან. და როდესაც ისინი მიაღწევენ იმასაკის ზღვრის წერტილს, სადაც ისინი უკვე თავად იქნებიან შეგნებულად ურწმუნოები, პასუხისგებელი საკუთარი სულის ხსნაზე, იქ უკვე ღმერთი არ ერევა და მათ უტოვებს ამ არჩევანს. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ამ პასუხის ნაწილია. საბოლოო პასუხი არის, რომ ღმერთი ღმერთია და ღმერთმა შექმნა სამყარო ისე, როგორც მან შექმნა იგი და ცოდვასაც ჩვენ ვიცით სამოთხის ბაღიდან მოყოლებული სატანის არსებობა, მას აქვს თავისი კურსი და კურსი უჭირავს და გვერდი-გვერდზე მიდის კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთმა შესთავაზა გამოსყიდა ყველა ადამიანს მისი ძის იესო ქრისტეს მეშვეობით. მაგრამ ვიცით, რომ ასევე ბოროტებას აქვს ადგილი გარკვეულწილად, გარკვეულ დრომდე. ეს არის ღმერთის საკუთარი დიდების გულისათვის, რაც ბევრისთვის ძნელად გასაგებია. საკუთარი განკითხვის, რისხვის გამო ამ ცოდვის წინააღმდეგ. მას ნება აქვს დართული ამ ცოდვის არსებობისათვის და მისი შედეგებისათვის. ეს კი მისი სუვერენული საკითხია და ჩვენი გასარჩევი ეს ნამდვილად არ არის. და კითხვის დამსველი ალბათ ქალბატონია უსვავს. მაგრამ ჩვენ ხომ ამავე დროს ჯონ გვაქვს პასუხისგებლობა ამ ადამიანების გამოკვებაზე და დახმარებაზე. და ჯონ მაკარტური პასუხობს: "ო, რა თქმა უნდა, ეს ეჭვგარეშია. წმინდა წერილი ძალიან ნათლად გვიჩვენებს, რომ ჩვენ უნდა გაუზიაროთ ის, რაც ჩვენ გვაქვს და ყველანაირად დავეხმაროთ ღარიბებსა და მშივრებს. გულისხმობ, თუ თქვენ წაიკითხავთ ძველ აღთქმას, იქ კიდევ და კიდევ არაერთხელ მეორდება უსასრულოდ ამ დახმარებებზე მითითებები. ისევე როგორც ახალ აღთქმაში, კეთილი სამარიტელის ისტორიის მსგავსად. გასაგებია? დიახ, მადლობა ჯონ პასუხისათვის.